შეხვედრა ანაკლიაში მომავლის ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან მოზარდებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა ახალგაზრდები ძირითადად განათლებისა და კულტურის სფეროებით დაინტერესდნენ. საუბარი იყო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. დეპუტატებმა შეკრებილებს ხელისუფლების საამავლო გეგმებიც გააცნეს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს შესაძლებლობა მოგვეცავს სტუმრებოდით მომავლის ბანაკს. აქ ისვენებენ არაჩვეულებრივი ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც უამრავი რამ აინტერესებთ, როგორი იქნება მთავრობის მომავალი პოლიტიკა ახალგაზრდობის საქმეების კუთხით. მიგვაჩნია, რომ ბავშვებზე ზრუნვა ეს არის ყველა ხელისუფლების და ყველა მთავრობის მოვალეობა და ჩვენ უშუალოდ გვინდა გვენახა თქვათ რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, რა გარემოში ცხოვრობენ, როგორია მათი კვება, როგორია მათი საგანმანათლებლო პროგრამები. ხედავთ, რომ ბავშვებს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ შენარჩუნდეს და გავითარდეს ეს პროგრამა მომავლის ბანაკების სახით. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ორ მიზანს. კერძოდ პირველი არის ის, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, როგორც მაკონტროლებლები, უნებრივია შეიქმნიან თავის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული მომავლის ბანაკი როგორ მიმდინარეობს. მეორე მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ შეხვდნენ ბავშვებისაგან მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, იმ საკითხების შესახებ, რომელიც უშუალოდ ბავშვებს შეეხება